გადაცემა კრიტიკული აზრი მეორე ნაწილით გიბრუნდებათ ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო და მე მინდა მივესალმო იმ მაყურებელს და რადიო მსმენელს, რომელიც ეხლა შემოგვიერთდა. ჩვენ ვაგრძელებთ და თუ არის ხაზზე ჩვენი მეგობარი გიორგი ფოფხაძე, ხო, არის ხაზზე, ხედავ, გიორგი გესმის ჩემი ხმა? კი, მესმის, მოგესალმები გიორგი, მოგესალმები გოჩა. ჩვენც კარგად გვესმის შენი ხმა და აგერ მე მაყურებელს უკვე უთხარი პრინციპში დავაანონსე, რომ ალბათ სიუჟეტი აქვს, მე არ ვიცი ახლა შენ რა გაქვს მომზადებული, ალბათ სიუჟეტი სავარაუდოდ და აბა რა სიტყვი და რას შემოგთავაზე. კი ბატონო, სიუჟეტი ესე ექსპრომტად მომამზადე დღეს, იმიტომ რომ დღეს ვნახე, მქონდა ნანახი ბატონი კობახიძის ცრუპენტელობა იმის თაობაზე, რომ თურმე საფრანგეთში, მაინც და მაინც საფრანგეთში ორჯერ უფრო ძვირია, ეს რა ქვია, პროდუქტი, ვიდრე საქართველოში ეს კობახიძე ბრძანებს, რომელიც ამბობდა, რომ დეკემბრის თვეში თქვა ხო, რომ ჩვენთანო ევროპაში 4ჯერ უფრო იაფია, ვიდრე ჩვენთანო ზოგიერთ პროდუქციაზე ფასებიო. მერე შექმნეს ამაზე კომისია, დანაყეს წყალი და თავის თავს ხوار მოჭრიდნენ მას რა ქვია, ჩემშვილს ხوار მოჭრიდა ოსო ისე გამოვიდა. ევროპაში 4ჯერ უფრო იაფია არ უთქვამთ. პირიქით თქვეს რომ ეხლა უფრო ძვირია, მაგრამ ძვირი რა არის? ძვირი არის ბრენდერებული პროდუქცია, ანუ ყავა თქვა რაღაცა ბრენდი, რომელიც იქიდან შემოდის, ჩვენთან უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ევროპაში და დანარჩენი ევროპაში უფრო ძვირი ღირს, თქვა კვერცხი, ზეთი და ამ შემდეგ, ვიდრე საქართველოში. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ახლა ევროპაში შეიძლება რაღაცა ბრენდის, მაღალი ბრენდის და მაღალი ესე ვთქვათ, ფასების სუპერმარკეტებში ძვირი ღირდეს, მაგრამ ისე რომ საშუალო და მცირე ბიუჯეტიანი აბალი ბიუჯეტიანი სუპერმარკეტებში, განსაკუთრებით სუპერმარკეტებში და ბიუჯეტიან სუპერმარკეტებში ფასები არ ღირს. მაგალითად ლიდლი არის ბიუჯეტიანი. მაგალითად ლიდლი, ალდი, ნეტო, რა ვიცი, ძალიან ბევრია, ხო, გიორგი. ლიდლი განსაკუთრებით ეს არის რა ქვია, ცნობილია, ალდიც განსაკუთრებით ცნობილია, გერმანული ფირმა, გერმანული სუპერმარკეტების ქსელია ორივე, მაგრამ მე ძალიან გამაკვირვა, რა ქვია, გადაცემაში, კომენტარმა, რა ქვია, დებატებში ირაკლი კობახიძის განცხადებამ, რომ ჩვენთანო 2000 ლარიაო ხელფასიო და ევროპაში 2000 ევრო და შემსყიდველობითი უნარი, ანუ ესე იგი, ზუსტად რა გავაკეთე, იცი გიორგი, რომ შემსყიდველობითი უნარი, ანუ ჩვენთან 2000 ლარიანი კაცი რო შევა, ხელფასიანი კაცი რო შევა იმაში, რა ქვია, სუპერმარკეტში, რას გადაიხდის 2000 ევროიან ხელფასიან ადამიანთან შედარებით. მე ამ რეპორტაჟში გადავიყვანე ლარები იმაში რა ქვია ევროები გადავიყვანე ლარებში, მაგრამ ჩვენ თუ შევადარებთ თუ 2000 მე ავიღებ ბაზისად რას ვიყიდდი 15 ევროთ. ანუ რო ავიღოთ გავათანაბროთ ეს ყველაფერი საქართველოში რას იყიდის მოსახლეობა 15 ლარად, ხო? შეიძლება თუ არა იგივეს ყიდვას 15 ლარად. თუმცა მე ვთქვი რომ 42 ლარი გამომივიდა ევრო რო გადავიყვანა იმაზე რა ქვია ლარზე, მაგრამ რახან კობახიძემ ბრძანა რომ ჩვენ თითქმის იგივე ხელფასი ქონია 2000 ლარი და ევრო და საქართველოში 2000 ლარი, წესით ის 15 ევრო მე რაც დამიჯდა იგივე პროდუქტი უნდა იყიდოს საქართველოში 15 ლარად ადამიანმა. რა წარმოუდგენელია. ნახოთ აბა ეს რეპორტაჟი რაღის სინამდვილეში, ეს არის გიორგი და გოჩა, ერთ-ერთი ყველაზე ძვირიანი სუპერმარკეტი საფრანგეთში, ოშანი, ხო? ოშანს მოსკოვშიც აქვს თავისი დიდი წარმომადგენლობა და სხვა შორის ერთადერთი კომპანია, რომელიც არ გავიდა რუსული ბაზრიდან და ჩინეთში აქვს ძალიან დიდი კომპანია, ძალიან დიდი სუპერმარკეტების ქსელი, ეს საფრანგეთში ითვლება საკმაოდ ძვირიან, რა ქვია, სუპერმარკეტად.
თუ შევადარებთ Lidl-ს, Aldi-ს და Netto-ს და სხვა მას რა ქვია სუპერმარკეტებს. აგერ ნახოთ ხო ჩვენ მას რა ქვია სტუდიას რომ ტექნიკოსებს რომ გაუშვან ეს და მე გავარჩიოთ ეს ყველა. კი ბატონო, ტექნიკურ ჯგუფს გთხოვთ გაუშვათ. მოგესალმებით მეგობრებო, ამ პატარა ექსპერიმენტის ჩატარება გადავწყვიტე მას მერე რაც ჩვენი პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადება მოვისმინე იმის შესახებ, რომ თურმე საფრანგეთში გაცილებით ძვირია ყველაფერი ვიდრე საქართველოში. საბაზისოდ ამ ექსპერიმენტის საბაზისოდ ავიღე 15 ლარი. ანუ 15 ევრო უფრო სწორად. ნახოთ რას ვიყიდით 15 ევროს. შეიძლება 15 ევროზე ნაკლები მომიწიოს გადახთან იმის რასაც ვიყიდით. იმისათვის რომ ეს ექსპერიმენტი ჩამეტარებინა ყველაზე ძვირ მაღაზიაში, აგერ ოშანში, საფრანგეთში ყველაზე ძვირი სუპერმარკეტი ეს არის ოშანი. რომ არ მოვტყუვდეთ რაღაცებში გიორგი მოგვატყუა, ეს არის სპეციალური სკანერი, რომელიც გვეტყვის რა ღირს და ანუ რას გადავიხდით ბოლოში. დავიწყოთ პირველი მივიდეთ ხორცთან. აი ნახოთ ხორცების სექციაში, აგერ ბატონო, მივიდეთ და ავირჩიოთ კარგი სამწვადე. აი სამწვადე ნახოთ და ღირს ჩვენი სამწვადე 4 ევრო და 61 ევრო ცენტი. გავატაროთ 4 ევრო და 61 ევრო ცენტი. ეხლა წავიდეთ და ნახოთ რა ღირს კვერცხი. ავიდეთ და ნახოთ კვერცხი. რამდენად შეგვიძლია ვიყიდოთ კვერცხი? 4 ლარიო 10 კვერცხიო, ხო? სამწუხაროდ 10 კვერცხი არ არის, მაგრამ არის, აღარ არის. თორე განახებთ ევრო და 50 ღირს 10 კვერცხი. ეხლა ვნახოთ რამდენს გადავიხდით 12 კვერცხში. აგერ თქვენთან ერთად ვნახოთ გადავიხადეთ 2 ევრო და 39. აგერ ნახეთ ბატონო 2 ევრო და 39 12 კვერცხი. კარგი, ეს დავდოთ. ეხლა ვიყიდოთ ყველი და ბოლოს ვიყიდოთ სხვა პროდუქტები კიდევ. წავედით, ნახოთ, ყველი და კარაქი. კარაქი და ყველი. კარაქი და ყველი ბატონებო. პრეზიდენტის ფირმის კარაქი 1 ევრო და 63. 200 გრამიანი კარაქი ავიღოთ და დავასკანეროთ. აგერ 1 ევრო და 63. ხედავთ. შვენიერი და კარგი. მე ძალიან მიყვარს მოცარელა, ან ჩვენებური სულგუნის დეიდაშვილი და ნახოთ რა ღირს და რამდენად ვიყიდით მოცარელას. მივიდეთ ყველის განყოფილებაში და ვნახოთ ჩემი საყვარელი მოცარელა. 2 ცალი ჩემი საყვარელი მოცარელა 75 ცენტი. აგერ
ბატონო, ჩემი საყვარელი მოცარელა, ერთი, მეორე, აგერ მოცარელაა ნამდვილად და აგერ ფასიც ინებეთ. 2 ცალი 75 евро ცენტი. თითოეულ შეკვრაში არის 200 გრამი. ანუ 200 გრამი თავის წვენიანი. 9 евро და 77 евро ცენტი გვაქვს ჯერჯერობით. ეხლა ვნახოთ პური და შემდეგ ვნახოთ ბრინჯი და მაკარონი. რამდენად შეიძლება ვიყიდოთ ბრინჯი და მაკარონი და ჩავჯდებით თუ არა ამ ყველაფერში 15 ევროში. აბა ვნახოთ ჯდებით თუ არა 15 ევროში. ვნახოთ. 500 გრამიანი პური ღირს 99 евро ცენტი. ავიღოთ. არა, უკაცრავად. 250 გრამიანი პური ღირს 99 евро ცენტი და კილო ღირს 3 евро და 96. აგერ მინებეთ ბატონებო, შეგიძლიათ წაიკითხოთ. 10 евро და 76 евро ცენტი გამოგვივიდა ნავაჭარი. წავიდეთ ახლა, ვიყიდოთ ზეთი და ვიყიდოთ დანარჩენი პროდუქტი, ანუ ბრინჯი და მაკარონი. და ვნახოთ რა გამოგვივა. რამდენს გადავიხდით. წავედით ეხლავე და რამდენად დავიჭერთ ბატონ პრემიერს სიცრუეზე და მის აპოლოგეთ ტელეკომპანიებს, განსაკუთრებით ტელეკომპანია იმედს და რუსთავი ორს, რომლებიც გვაუწყებენ, რომ თურმე ევროპაში ყველაფერი გაცილებით ძვირია. აგერ ბატონებო, ზეთი ღირს 1 евро, ვხედავთ 1 евро და 65. თუმცა გავასკანერებ და ნახავთ მშვენივრად რა იქნება. აგერ 1 евро და 65. 12 евро და 51 евро ცენტი გამოგვივიდა. წავედით. ეხლა ვიყიდოთ მაკარონი და ეხლა ვიყიდოთ ბრინჯი. და ნახოთ ჩავჯდებით თუ არა 15 ევროში. ნახოთ. აგერ მაკარონი ღირს 63 евро ცენტი. კარგად რომ დაინახოთ. არ ვიცი სწორად უბრალოდ გავასკანერებ მე აგერ 63 евро ცენტი ღირს მაკარონი გავასკანერებ და ნახავთ კი ბატონო, მაკარონი 63 евро ცენტი. 13 евро და 4 евро ცენტი გამოგვივიდა და სულ ბოლოს ბრინჯი, რომელიც ღირს 1 евро და 25. გავასკანერებ და ნახავთ. გავასკანეროთ და აგერ 1 евро და 25. მთლიანობაში გამოგვივიდა 14 евро და 29 евро ცენტი. ანუ
14 ევროში. სადღაც 43 ლარში. ვიყიდეთ. ხორცი, სამწვადე ხორცი. ვიყიდეთ პური, ვიყიდეთ ბრინჯი, ვიყიდეთ ყველი, ვიყიდეთ პრეზიდენტის არაკი, ვიყიდეთ კვერცხი, ვიყიდეთ მაკარონი და ვიყიდეთ ზეთი. ეხლა მითხარით, რას იყიდით საქართველოში 43 ლარად? და გვატყუებს თუ არა ბატონი ირაკლი კობახიძე. ამბობდა საშუალო ხელფასზე. ისევ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. გიორგი, ხო, ანუ მაყურებელს შენ უკვე უთხარი და კიდევ ერთხელ აუხსნათ, რომ 43 ლარად შენ რო გადაიყვანე კალკულაცია გააკეთე ევროსი და ლარის, სინამდვილეში ჩვენ უნდა ვაკეთებდეთ კალკულაციას ერთეულებზე, ანუ 2000 ერთეული საფრანგეთში და 2000 ერთეული ხელფასის სახით საქართველოში რას აძლევს ადამიანს. საფრანგეთში 2000 ერთეული თუ გაქვს ხელფასი, მაგრამ ის ამბობს არა 2000, 2500 ამბობს. საფრანგეთშიც და საქართველოშიც საშუალო ხელფასი. 2500 ერთეული ხელფასი საფრანგეთში თუ გაქვს 15 ერთეულით ყიდულობ აი ამ კალათას, რომელიც შენ ახლა იყიდე. საქართველოში ადამიანს, რომელსაც აქვს 2500 ერთეული ხელფასი, 15 ერთეულით იყიდის ამ კალათას საქართველოში, აი ესე რო დავსვათ კითხვა, რა თქმა უნდა, 15 ლარად შენ, ნახევარი კილო ხორცი მოგივა, მარტო ნახევარი კილო ხორცი. კი ბატონო, 15 ლარი. ნახევარი კილო ხორცი მოგივა, ანუ ფასები არა, აღნიშნოთ, ეს არის საქონლის ხორცი და ეს არ არის აგროხაბი. ეს არის ცოტა უფრო იაფიანი მაღაზია, ვთქვათ, სადაც შენ 30 ლარად საქონლის ხორცს იყიდი, კაი, სამწვადე ხორცს 30 ლარად კილოს რო იყიდი. არის ადგილები, ხო თქვა პრემიერმა, არის ადგილები, სადაც მე შემიძლია 10 ლარად ნახევარი კილო გაყიდინოთო. ნახევარი კილო, ესე იგი, მაინც გამოდის 20 ლარი კილო, ხო? არიან ადგილები. მეც ვიცი ესეთი ადგილები, მაგალითად ერთი ადგილი ვიცი, ელიავაზე, სადღაცაც უნდა მიხვიდე, იქ შეხვიდე, მაცივრებია და მაცივრიდან იყიდება, ანუ დახლიდან კი არა, მაცივრიდან იყიდება. მაგრამ ჩვენ ხო ვსაუბრობთ ფართო მომხმარებელზე, რომელიც დადის მაღაზიაში და არა სადღაც გადაკარგულში, აი მასე შეიძლება უთხრა, იცით რა არის? თქვენი საქონელი უნდა ყავდეთ, კაცო და იაფი დაგიჯდებათ ხორცი. ესეც გამოსავალია პრინციპში. იცი რა არის გიორგი, აქაც თუ მიხვალ მაცივარში და ბოინში, სადაც კლავენ და დილით და დადგები. იქაც იაფად აიღებ, ხო? იქაც იაფად აიღებ, რა თქმა უნდა, ხო? აქაც თუ გახვალ ბაზრობებზე, რომელიც ახლა ბრიუსელშიც და ლილშიც და იმაში პირაში რამოდენიმეჯერ იმართება და შენს გინახავს აგრარიები რო აკეთებენ ბაზრობებს. კი ბატონო, აგრარიები გამოდიან და აკეთებენ, იქაც ნახევარ ფასში იყიდი. და იმასაც თავისი მუშტარი ყავს, ესა რა ქვია, მაგრამ შენ რო გამოხვედი იმიდა რა ქვია სამსახურიდან და შეხვედი იმაში რა ქვია სუპერმარკეტში, იქ საქართველოში ამას ვერ იყიდი, თორე თუ მე სადღაც იმაში რა ქვია ჭოყორჩი წავედი პამიდორზე, სადღაც ბადრიჯანზე, ქარელში, წალკაში კარტოფილზე და წალკაში კარტოფილზე მეც ვიყიდი და ჩვენც ვიყიდით, მაგრამ ჩვენ ვამბობთ აი ყოველდღიურ სამომხმარებლო ფასებზე, რომელიც აი მოხვედი სამსახურიდან, შეხვედი მაღაზიაში და იყიდე, ხო? ნამდვილად წარმოუდგენელია, იმიტომ რომ ახლა მე თბილისშიც ვიყიდია, ბრინჯიც, ესაც რა ქვია ზეთიც, ყავაც, რა ვიცი, ხორციც და ახლა შენქმნის არ იყოს აგროჰაბში და იმაში თუ შეხვედი 30 ლარად იყიდი, ხო? მაგრამ ჩვენ მე აქ საუბარი მაქვს ერთ-ერთ ყველაზე ძვირ სუპერმარკეტზე, სადაც აი სამწვადე ხორცი არის 4 ევრო და რაღაც ეს გადავიხადეთ, ხო? 800 გრამი იყო, მე ეს რა ქვია, წონა დამავისდა რომ მეჩვენებინა, 800 გრამზე არის აქ საუბარი, ხო? და არ არის ემაზე
ნახევარ კილო ხორცს. ანუ 4 евро თუ ღირს 800 გრამი, ესე იგი 100 გრამი ღირს 1 евро, ხო ეს 200 გრამი. არა, 200 გრამი ღირს 1 евро. ესე იგი 5 евро ღირდა კილო რა, მარტივად რო ვთქვა. 5 евро ღირდა კილო. ახლა უყურე აქ ის როგორც თბილისშიც აქაც არის დიფერენცია, იქ ფოფილე უფრო ძვირი ღირს, თქვა და კისრის გადანაჭერი უფრო სხვადასხვა ფასებია, მაგრამ მე ავიღე საბაზისოდ ის რა შევედი და ყველაზე ესეთი რა ქვია იაფი თუ არა ეს რუსულ სიტყვას ვიტყვი ხადავო ეს რა ქვია ო ის ავიღე და წამოვიდა მოხმარებელო შევიდა არ დაფიქრდა იმ საღამოს რა გააკეთო საჭმელი და წამოიღოს ხო იგივე პურზე თორე ხო პური შეიძლება ჩვენ ავარჩიოთ და ხა საფრანგეთში მithumetes 1000 დასახელების პურია ხო მაგის თქვა უნდა ხო ეგ ყველაფერი ძალიან კარგია მაყურებელს მინდა უთხრა უბრალოდ რომ არი ფიქრობთ ის მაყურებელიც რომელსაც ეზიზღება ოცნება ან ის მაყურებელი რომელიც თქვათ მაინც და მაინც ვერ დაინახა ოცნებაში თქვათ ისეთ პოლიტიკურ ძალას რომელსაც უბრალოდ არ შეუძლია რომ მარტოს ქვეყანა იმაზე კი არ ვამბობ უკვე ცუდია კარა უბრალოდ არ შეუძლია ამას ვხედავთ ჩვენ ნუ შეიძლება ვიღაცამ ვერ დაინახოს მე მინდა ორივე მხარეს უთხრა რომ ჩვენ ამაზე რო ვსაუბრობთ არ ვცდილობთ ნამდვილად არ ვცდილობთ რომ კრიტიკა არის, მაგრამ ის რომ ვიღაცა ან დავამციროთ, ან დავცინოთ, ან თქვათ რამე არა, არ ვცდილობთ. ჩვენ უბრალოდ გვინდა, რომ ყველამ ვიცოდეთ რეალობა. ანუ რეალობა საფრანგეთში არის ის რეალობა, რაც გვაჩვენა გიორგი ფოფხაძემ, თანაც ზეპირად ხო არ უსაუბრია, ანუ წავიდა მაღაზიაში, გადაიღო ეს ყველაფერი, თქვენ ეს დაინახეთ. რეალობა ჩვენთან როგორიც არის, გადაღება არ ჭირდება, თქვენ ყოველდღე დადიხართ მაღაზიებში. და თქვენ ხედავთ და იცით რაც ხდება, რომელ მაღაზიაში რა ხდება. ის რომ სადღაც სააქციოდ ან შოკოლადი იყიდება, ან თუნდაც იგივე ბრინჯი, აქციის ფასი რო ადევს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფასი დააკლდა, ისა დავარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მაღაზიას აქციის ფარგლებში გამოტანილი აქვს ეს პროდუქცია. ხვალ თქვენ კარგად იცით ხვალ ზეგ შეიძლება ეგ აქცია არ იყოს და სხვა პროდუქცია იყოს აქციაში და იმ პროდუქციაზე იგივე ფასი იყოს. მაგრამ ერთი რამე უნდა გესმოდეთ. მაღაზია ვერ იმუშავებს წაგებაზე. თუ სადმე რაღაცაზე აქცია ცხადდება, ესე იგი რაღაცაზე ფასი აწეული. ეს უნდა გესმო, ეგ არის უბრალოდ პრინციპი მუშაობის მაღაზიის. ან მაშინ თუ აქცია ცხადდება ძირითადად რძის პროდუქციაზე. ესე იგი ხვალზე გაზდის ვადა და უბრალოდ არა აქვს უფლება რომ დახზე დატოვოს ვადა გასული პროდუქტი. ამიტომ ცხადდება აქცია, მაგრამ ჩვეულებრივ ბრინჯზე იმაზე რაზედაც ვადა ფაქტიურად არ არის, ხო? ანუ იმაზე თუ ცხადდება აქცია, ესე იგი რაღაცაზეა მომატებული, ეს თქვენ უნდა გესმოდეთ. და ჩვენ ვსაუბრობთ ზოგადად, რომ ფასი არ უნდა იყოს, ფასი ამხელა ფასები არ უნდა ედოს იმ პროდუქტს, რომელიც ყოველდღიური მოხმარების, რომელსაც ქვია ყოველდღიური მოხმარების პროდუქტი. აი ფაქტურად ის პროდუქცია, რაც გიორგი მიყიდა საფრანგეთში. ეხლა ერთ წუთიანი დრო მივცეთ ზარს და მე უკვე აღარ შემოუშვათ ზარებით. გისმენთ ისაუბრეთ. გოჩა გამარჯობა, გოჩა. გამარჯობა. როგორ ახლა გენაცვალე? ძალიან გთხოვთ, მოკლედ, სათქმელი გითხარით, ძალიან ცოტა დრო გვაქვს. გოჩა, არაფერი არ მოხდება, ბიჭო, რა გაიაფთა, მითხარით, გამაგები. მე ვამბობთ გაიაფთაო. პირიქით მე იმატა. კი, მოიმატა, კეთილად. რაჭიდან გირეკავ, ამის ზურაბიჩი ვარ, გენაცვალე. გაიხარეთ. მე მიყვარ ხა, კაი კაცი ხარ, რო სიმართლეს რო დაპარაკობ, გამიგე? ერთ დღეში ვართ, რაჭაშიც და თბილისშიც და ვართ ამ დღეში საქართველოში და აგერ ჩამოდი, მე სტუმრე ერთი კაი დავლიოს მაგიდეს. გაიხარე. მადლობა. მე ერთი რა მინდა იცი ისინი ვინც ეხლა ნახეს თქვა გიორგის ეს გადაცემა და თქვა ადრე არ ქონდათ რა ნახე მინდა უბრალოდ რომ უთხრა და მათ კიდე გავახსენო რომ გიორგი მეს რაც ეხლა ჩვენ ვნახეთ ეს დაიწყო ძალიან დიდი ხნით ადრე ვიდრე საერთოდ ეს თემატიკა აიწეოდა და იმისი არ იყოს მე და გიორგი ვლაპარაკობდით რომ კი მაგრამ მე საფრანგეთი რატო ამოიჩემა ხომ არ გვიყურებენო და მართლა იმასავით რა ქვია
შეხედეს ეთყობა მართლა სწორი იყო რა, რასაც ჩვენ ვამბობდით, იმიტომ რომ რეალურად ეს შედარებები რაც ხდებოდა, ხო, გიორგიმ დაიწყო გამომდინარე იქიდან, რომ ის ტკივილი, რომელიც აქ და ეს შედარება გიორგიმ უბრალოდ გვაჩვენა და თვალნათლივ დაგვანახა, თორე ძალიან ბევრი მას, რა ქვია, ემიგრანტს დარწმუნებული ვარ, რომ სახში რო ელაპარაკებიან, დაახლოებით იგივე აზრი აქვს, იმიტომ რომ რას ყიდულობენ ისინი იქ, მერე სახში ფულს რო აგზავლიან, ისინი როგორ ყიდულობენ და როგორ რა შემოსავალი აქვს, დაახლოებით ყველა ხვდება ამას. და ეს პრობლემა ჩათვალა ხელისუფლებამ, რომ ამ თემაზე უნდა ემსჯელა. ოღონდ რა გამოუვიდათ ვნახეთ, იმიტომ რომ პირველ რიგში ერთი არის რომ უცოდინრობის მომენტი, რომელიც ჩანს ყველგან და ყველაფერში და ამ საკითხშიც გამოჩნდა. მეორე, ალბათ ყველაზე მთავარი რაც არის. ისინი ისეთ რამეს შეეხნენ, შეიძლება მართლა უნდოდა გულით კობახიძეს, შეიძლება აყვა ისიც რაღაცას უყურა, იფიქრა რომ ამ სიტუაციას გამოვიყენებ კარგად, პროპაგანდისტულად შევქმნი, ასე ვთქვათ, რაღაც გარკვეულ წინაპირობას იმისი, რომ აგერ ვიბრძვით რაღაცისთვის, მაგრამ მართლა რომ შეეხნენ და იმ ახალგაზრდა გოგონას არ იყოს რო უთხრა თქვენ ერთ ხარეს რატო არ ზიხართო? იმიტომ რომ ერთი ხართ, ერთ და იგივე წრე ხართ, იმიტომ რომ ის 7 მილიონერი იჯდა მარტო იმ კომისიის წევრები, რომლებიც იძიებდნენ თურმე ფასებმა რატო მოიმატეს. ანუ დასაწყისშივე არასწორი მიდგომა იყო. ამიტომ მივიღეთ ეს შედეგი და გიორგის ეს გადაცემაც კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, აი დაწყებული მაშინ რითაც დავიწყეთ და რითი ვამთავრებთ. დღესაც იტყვილება. ხო, დღესაც გვეუბნებიან ტყვილს, იმიტომ რომ თუ იმ პარამეტრებით ავიღებთ, ჯერ ერთი ტყვილია 2500 ლარი საშუალო ხელფასი, არასწორი იმით კრიტერიუმით არის დადგენილი, იმიტომ რომ განსხვავება ვიღაცას რომ ჩვენთან 500-800 ლარი აქვს და ვიღაცას აქვს 15000 და ვიღაცას კიდე უფრო მეტი და შეიძლება 40-50-იც. იმ საშუალოში 2500 რო გამოიყარეს კიდე წესერად მოქცეულან. და კიდე ეს ასე ვთქვათ, შეიძლება არ თქვეს რომ 5000 რატო 5000 რო არ ათქვეს, იმიტომ რომ ალბათ შერცხვათ. აი გიორგიმ რაც გააკეთა სინამდვილე შეგარი 2500 ერთეული რო ავიღოთ ქართულ მხარეში და 2500 ფრანგულში და თან აღებული არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული სუპერმარკეტი და არა ვთქვათ იაფის სუპერმარკეტები და იქაც რომ იტყვილები. ხო, აქედან გამომდინარე კრიზისში რატო ვარ შესული და ერთ-ერთი მთავარი თემა მთელ მსოფლიოში, აი სადაც ახლა გიორგი საფრანგეთშია, ის რევოლუციები რო ხდებოდა, მეფეებს ამხობდნენ, კაცო, და ჩვეულებრივად ხელისუფლებებს ცულიან იმის გამო, რომ ქვეყანაში არის ეკონომიკური კრიზისი. ჩვენთან ეკონომიკური კრიზისი აღარ ქვია. აქ ფასებზე ვლაპარაკობთ, იმიტომ რომ ამ ფასებმა გამოიწვია ის, რომ დაიცალა ქვეყანა. დემოგრაფიულად გამნადგურდით. აი რეალურად რო აიღოთ, შეხედეთ რა, ახლა თბილისში განსაკუთრებულად ჩანს, რომ ქართველებს ვეღარ ხედავ, არის საათები, რა ქვია, საღამო საათები, როცა ელემენტარულად შეხედავ, რომ ქართველები თითქმის არ არიან. და სოფლებში სკოლები აღარ არის, იკეტება. იმიტომ რომ ბავშვები აღარ არიან. და სკოლები იკეტება. ნუ ჩვენ ვართ საშინელ მდგომარეობაში ვართ და ხელისუფლება რომელიც გეუბნება რომ მე შენ მშვიდობა შეგინარჩუნე, მე შენ გავიგე, მადლობთ ამისთვის რომ მშვიდობა შეინარჩუნე. მადლობთ რომ სიგიჟი არ ქენი. ეს დაახლოებით ის არის რომ იმას რა ქვია თვითფრენავში შემოგვრჩა ეგა რომ დაждდება თვითფრენავი, ტაშს უკრავენ ხოლმე კიდე რომ იმან რა ქვია ფრენავმა დასვა, მაგრამ წარმოიდგინეთ ტაქსიდან რო გადადიხარ და ტაში რო დაუკრავ, დიდი მადლობა რომ მომიყვანე და ავარიაში არ მომახვედრე. ხო, ახლა ამ მდგომარეობამდე ვარ. ხელისუფლებამ რომელმაც ააცილა ომს გავიგე რომ მადლობელი ვარ, მაგრამ შიმშილით რომ მომკლავ და ან გაქცევით რომ უშველი თავს და ქვეყნიდან წავალ და მე მობრუნებაც ვარ უნდა. ცოლშვილი მიყავ და მიდიან უკვე. ადრე დაზვერვაზე მიდიოდა მაინც, ხო? კაცი ან ქალი მიდიოდა, შეხედავდა, თქვათ რაღაც მოეწყობოდა, რაღაცა სამსახურს იპოვიდა, ნელ-ნელა ფეხს მოიდგავდა, მე მიყავ. ეხლა უკვე იმ მდგომარეობაში არიან, გასწრებაზე არიან უკვე და გადიან და დაიქცა ქვეყანა და არ შველის კობახიძის 7 სახით საუბარი იმაზე რომ თურმე რატომ მაკრიტიკებთ და თქვენი კრიტიკა არ არის სწორი, იმიტომ რომ ცდებით რაღაცა ფარგლებს და ის აღარ არის. ირაკლი დაიქცა ქვეყანა უკვე დღევანდელ სიტუაციაში და მილიონრების შედგენილი კომისიით რომ ცდილობ რომ რაღაცას ვითომ უშველო არ გამოვა ეგ საქმე. და ეს ივანიშვილმაც უნდა გაიგოს რომ თანდათანობით ყველა ვხედავთ, ხო, ახლა სანამ გადაცემა დაიწყებოდა თუ მეაქცია გიორგი ყურადღება მიდიოდა მისი ახალი ამბების კოლაჟი იყო და ეს და რეალურად ჩანს, ხო, რომ ამათ შანსი იმისი რომ დაელაპარაკნონ რა საკვირველია იქნება. ოღონდ ეს არის ბოლო შანსი, სადაც ეტყვიან დაახლოებით როგორ
შეიძლება რომ მოიქცნენ იმისათვის რომ ქვეყანა არ ჩამოიქცეს. თორემ მე მოყვება და ცუდი ამბავი მოყვება ამას. იმიტომ რომ ჩვენ ის ადამიანები ვართ, რომლებიც სხვათაშორის სულ ამას ვფიქრობთ, რომ წინა ხელისუფლებამ თუ კი რამე კარგი გააკეთა, ან კარგი არ გააკეთა, მაგრამ მისი გამოყენება შეიძლება შემდეგი ასე ვთქვათ პოლიტიკური სულისთვის, ხო? ამ ხელისუფლებასაც გარკვეულ წილად მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ცუდი გააკეთა და კრიზისულ მდგომარეობაში შეგვიყვანა. ამ მდგომარეობის გამოყენებაც შეიძლება თუ სწორად და სწორი ასე ვთქვათ ნორმალური გზით და მართლა დემოკრატიული გზით განვითარდება ყველაფერი და არა რევოლუციური გზით. და ამის საშუალება არის. ევროპელებს ეგ აქვს, სწორედ რომ გაძლევენ ამის საშუალებას, თითქმის ბოლომდე გაძლევენ, ხო? ნახეთ კიდევაც როგორ ხდება, თუნდაც აი ხა უნგრეთში იყო, რა ქვია, არჩევნები იყო და შევხედეთ სიტუაცია როგორ არის. იქ ხომ პოლიტიკური კურსი არ შეცვლილა. იქ ხო ყველანი ვამბობთ იმას, რომ პოლიტიკურ ნაწილში კურსის ნაწილზეა ლაპარაკი, რასაკვირველია, რაღაცა გადახრა ქონდა იმასაც, რა ქვია, ორბანს, მაგრამ რეალობაში დაიტოვა თავისი სუვერენული უფლებები, თავისი ყველაფერი თითქმის მადიარ მოუღონთ. კორუფციის გარეშე ეს მომენტი იყო, ხო? ერთ-ერთი მთავარი მომენტი. ჩვენს ქვეყანაში შეიძლება სუვერენობაზეც ლაპარაკი. შეიძლება რომ გინდა თუ არა მხარე არის. უყურე, მადიარს როცა გაუგზავნეს 27 კითხვარი თუ 27 მოთხოვნა, მადიარი დაждდა და თქვა რომ ამას გავაკეთებ, ამას არ გავაკეთებ, ამას გავაკეთებ. განსხვავება რა იყო? ჩვენს რო გამოგვიგზავნეს ის 20 თუ 12 ამათმა საერთოდ ადგენდა გადადეს გვერდზე. ხო, ამოიღეს იქიდან 3 თუ 4 და თქვენს ამას ხომ ვერ გავაკეთებთ და ამიტომ საერთოდ არ ვაკეთებთ არაფერს. ამიტომ საერთოდ გადადეს, გამიგე? ევროკავშირი როცა შენ გეუბნება, რომ ეს არის, ესა რა ქვია, შენი რაღაცა მოთხოვნა, იქ შენ ყოველთვის გაძლევს, ესე ვთქვათ, დისკუსიის, დიალოგის, რაღაცას დავეთანხმებით, რაღაცას არა. ბიჭო, როცა საჭირო იყო ეს დიალოგი ასოცირების ხელშეკრულებაზე, სულ ამას ვამბობ ხოლმე, რომ აი, როცა ასოცირების ხელშეკრულებაზე იყო საჭირო დიალოგი, მაშინ ფეხებზე დაიკიდეს ყველაფერი, თავარია ახლა მოვაწეროთ ამას ხელიო. და მოაწერეს ყველაზე უარეს ვერსიას. როცა შეგვეძლო ჩვენ რომ იქ უფრო მეტი მიგვეღო, უფრო მეტი ბენეფიტი ყოფილიყო, რაღაცაზე არ დავთანხმდებოდეთ, რაღაცას მადიარმა რაც გააკეთა ის გაგვეკეთებია შენ კაცო. რა ბრიუსელმა უთხრა მადიარს რომ იცი რა არის შენ 27-ს უნდა ამას უთხრას რომ კარგი ბატონო 27-დან ამას გააკეთებ, ამას გააკეთებ, ამას გააკეთებ, ამაზე შეიძლება ვივაჭროთ, ამაზე შეიძლება რაღაცა იმოსო, ამაზე დისკუსია იყოს, შევთანხმდეთ გავაკეთებ. ის კი არ ესა რა ქვია უთქვავს ევროკავშირს რომ 27-ვე ახლა შენ თუ არ გააკეთე არ ვიცი რა ზღიზა. ამათმა ეს პროპაგანდა დაგვანახეს რომ იცი რა ეს 3 პუნქტი რო არ მომეწონაო, ხედავ რა გვიქნაო ევროკავშირი რომ გადადეს გვერდზე, საერთოდ დაივიწყეს. გიორგი, ეხლა გამოდიან და იძახიან რომ ჩვენო არასოდეს მაკა ბოჭორიშვილი ამბობდა რომ ჩვენო არასოდესო არ შეგვიწყვეტია ეს ისო რა ქვია და 14 უყურე უტიფრობა მაკა ბოჭორიშვილის უტიფრობა ევროკავშირს საერთაშორისო პრობლემა ფინანსების გადმორიცხვაში 14 მილიონია გამოყოფილი მედია საშუალებებზე ჩვენ შეგვეძლო რომ დაგვეწერა აი ჩვენ ტელევიზიას დაგვეწერა რაღაცა ეს რა ქვია ევროკავშირიდან 14 მილიონი მედია გამიტარებაზე გრანტი გამოგვეტანა ხო ვერ გამოიტან იმიტომ უნდა დარეგისტრირდე ემათ რა ქვია რაღაცა აგენტად რაღაცა სისულელე და რაღაცა გვატაი თვალში ნაცარს გვაყრის და გვეუბნება რომ ვიმე ევროკავშირს სადაახო პრობლემაა ბიჭო ევროკავშირი გეუბნება ამას ნუ აკეთებდა შენ ეუბნები არაო აი მდგომარეობაში ვარ გოჩა ჩვენ აი ამ წუთში რატომ გიო უყურე ეს უმციფრობის მომენტი საიდან მოდის ჩვენ ხო შიგნით გადაჩვეული ვართ აი რასაც ახლა შენ ამბობდი რომ უნდა დამჯდარიყავი საგნობრივად გენახა ხელშეკრულება შეგესწავლა და დაგეწყო ვაჭრობა კონკრეტულად სად გაუკეთებია ქართველ პოლიტიკოს ეს თუნდაც შიდა ურთიერთობაში ვინმესთან დამჯდარა მოულაპარაკებია ყოველთვის ხო რაზე ჩვენთან ხო იმაზეა მიწოლა მე რაღაცის დათმობა მაქსიმუმი მოდი მოვთხოვოთ და მე მინიმუმს მივიღებთ იმანაც იცის ვისაც ცხოვრო შენ თურმე ეს მაქსიმუმი იმიტომ აქვს ჩამოწერილი რომ ბოროს მინიმუმთან გაჩერდე და ამიტომ მინიმუმზე სანამ არ ჩამოხვალ აქვია მანამდე აზრი არ აქვს ლაპარაკს ჩვენთან კულტურა არ არის პოლიტიკის დღემდე არ აქვს დებატის კულტურა არ აქვს აი იქაც ხო ნახე აი შეხედე დებატები არ მიდის რეალურად იმიტომ რომ
ჩვენი დებატები სამწუხაროდ რა არიცი? ესენი სტუდიებში იმისთვის მიდიან საკითხზე კი არის დებატო. მე შენ რა გიქენი ნახე? ხო, მოგებული ვინ დარჩა ჩვენ შორის? მოგებული ვინ დარჩა? ყოყლოჩინობის მომენტი გვაქვს რა. არ შეიძლება კაი ბიჭები ვარ და გავარჩიე ძმაო საქმე და შენ მიგაშმორეს ეს არა. შიგნით ამან კიდე ასე თუ ისე, ხო? იმუშავა, ეხლა ყველას მოგვერია რა. ეხლა ერთი პოლიტიკური ძალა და პოლიტიკური ძალაც აღარ ქვია სინამდვილეში, უბრალოდ პოლიტიკის ფუნქციას ასრულებს, თორე ერთი პოლიტიკოსი მითხარი, ეხლა ბოლოები არიან დარჩენილი და მგონი ისინიც აღარ იქნებიან, იმიტომ რომ არ ჭირდება, ხო, პოლიტიკოსი როგორც ესეთი დღეს ქართულ ამ სივრცეს არ ჭირდება საერთოდ, ხო, შეხედეთ. ან ხალხს აქვს რომ მოთხოვნა პოლიტიკოსს არც აქვს. საერთოდ არ ჭირდებათ, ხო? ბიზნესმენი მოსული და ბიზნესმენიც არ არის სინამდვილეში, იმიტომ რომ ბიზნესმენი ის რასაც ახლა ჩვენ ვამბობთ ამ შეცდომებს არ დაუშვებდა. ეს არ არის კლასიკური ბიზნესი და ბიზნესმენები. ესენი არიან საბჭოთა სიტუაციაში, პოსტსაბჭოურ სივრცეში, დელეთს რო ვეძახდით რა, საქმეების გამკეთებლები, რომლებმაც იციან ფული როგორ მოხსნან და ამას აკეთებენ დღემდე. მე ბიუჯეტიდან ფული როგორ მოხსნა, ამაში არიან ძალიან მაგრები და დღემდე ასრულებენ ამას, ხო? ანუ რეალობაში ჩვენ მივიღეთ სიტუაცია, როცა პოლიტიკოსები არ გვჭირდება, პოლიტიკური მოლაპარაკება არ გვჭირდება და მე გვიყვირს, რომ რატომ აგვაქვს რთული სიტუაცია იმათთან, სადაც პოლიტიკა არსებობს. იმიტომ პოლიტიკოსების ენა არ ვიცით. როგორ უნდა ელაპარაკოს, ვინ უნდა ელაპარაკოს, არ იციან. ჩვენ ხო გავლილი გვაქვს ეხლა ის ადამიანები ვსხედავთ, რომელსაც შენ ჟურნალისტი ხარ მართალია, მაგრამ ამ პოლიტიკაში იყავი სულ ჩართული. ჩვენ ნახევარ სიტყვაში გვესმის, ხო? კაცი რას გელაპარაკება პოლიტიკოსი, რა უნდა? იმის არ იყოს გადაცემას რომ უყურებთ, ხო? თუნდაც პროპაგანდისტულ გადაცემას რომ უყურებთ, იქიდან შენ ხო იმას კრიფავს სინამდვილეში. მარტო ბუკვალურად რასაც ამბობ იმას კი არიგებ. რა უნდა და ეთქვა, საით მიყავდა, როგორ და იმას ხარისხსაც კი უმოწმებ, რომ შეძლო თუ ვერ შეძლო იმის ისე მოტანა, როგორც თქვა მას სურდა. ხო რომ მიგვეღო ეს შედეგობრივად ეს რომ მიგვეღო. ჩვენ ასე მივეჩვიეთ აზროვნებას. ამათ ესეც არა აქვთ. ამიტომაც დაემართათ ის რომ ფასების ეს კომისია რომ შექმნეს, სამი თვე რა უნდა ეკეთებინათ არ იცოდნენ სინამდვილეში. და ბოლოს მიადგნენ ისეთ რაღაცას რომ ბოლოს გამოდის შენ იმისა, ჩემ შვილს ხო არ მოუჭრი, აბა კუცო და კუდი აღარ მოჭრეს, აღარც თავის შვილს და საბოლოო ჯამში შედეგად რაც მიიღეს, ეს დაუხვდათ უკვე წინ. ეს ამას გადაყვება ეს ხელისუფლება სინამდვილეში. საინტერესო სხვა რამე იყო გოჩ. სამი თვე ხო იმუშავეს, სამი თვე. და ეს ეუბნება ექსპერტებს, რომ კი ბატონო შემოგთავაზეთ რამე. ანუ სამი თვე იმუშავეს, დასკვნა არ დაედო. ის კიდე ელოდება რაღაც შემოთავაზებას. წარმოიდგინე, იმიტომ რომ რო თქვას, რომ ჩვენ ვიმუშავეთ, დავადგინეთ და ეხლა აი ამ გზით მაშინ რა შემოთავაზება მჭირდება, ხო ესე? ის გეუბნება შემომთავაზე, როგორ გამოვიდე ამ მდგომარეობაში, ესე იგი მე ვერ ვნახე როგორ გამოვიდე, შენ მითხარი და არ და ნათქვამი გვაქვს ჩვენ. არაერთხელ გვითქვამს. იმ გოგომაც დაიწყო, მაგრამ გააჩერეს არის, ხო, არა თქმევინეს. მილიონჯერ გვაქვს ნათქვამი. სანამ ჩვენ იმპორტზე ვიჯდებით, პროდუქტზე ფასები ვერ დარეგულირდება. იმიტომ რომ იმპორტი როცა შემოდის ქვეყანაში, იმას ლოგისტიკაში ძალიან ბევრი გადასახადი უწევს გზაში. და მერე ის ვინც აწარმოებს ამ იმპორტულ პროდუქტს, ბუნებრივია ხვალ რომ მან ფასი აწიოს, შენც აქ აგიწევა, ავტომატურად აგეწევა ფასი. ამიტომ და ჩვენი ხელისუფლება ვერ ეტყვის იმას, უცხოეთში მყოფს, გინდა თუ არა დაწიე ფასები. გასაგებია. ამიტომ სანამ ჩვენ ვართ იმპორტზე 80%-ში დამოკიდებულები იმპორტზე, მანამდე ფასის დაკლებებზე და იმაზე, ზედმეტია საუბარი. სულ რო პატარა სადღაც მოაკლო, თუნდაც ბიზნესმენს დაავალო, რომ ეს მარჟა როგა კიდე შეამცირე. ოდნავ რომ შეამციროს, ეხლა 4 ლარი და ისა ბოდიშით 45 თეთრი ღირს კვერცხით და მერე იღირება თქვა 43, მე არ ამგონია რომ ამოისუნთქავს მე მოსახლეობა და თქვას რომ ვერანაირად ვერ შეამცირებს. არა, მე რას ვამბობ, გიორგი, სულ რო დაავალოს მეთქი და დააძალოს ბიზნეს ჩაერიოს და დააძალოს. 2-3 თეთრზე მეც ვერ მოაკლებს, ვერც და არ ამგონია რომ ჯიბეზე ამან იმოქმედოს. ეხლა კვერცხი იყიდა და იმის მაგივრად რომ 10 კვერცხი თქვა გადაეხადა 4 ლარ ნახევარი, გადაიხადა 4 და 30.
ეხლა 20 თეთრი სხვაობა არაფერს არ გაძლევს და როცა ვეუბნებით რომ იმპორტს უნდა მოუშორო, უნდა გაძლიერდეს სოფლები, უნდა გააძლიერო, აგრარული სექტორი უნდა გააძლიერო. სხვანაირად ვერ აშენდება ეს ქვეყანა, იმიტომ რომ მუდმივად გვიხდება იმპორტულ პროდუქტზე დაჯდომა. გვეუბნებიან რომ არა, ეს დაივიწყე, არ არის ახლა საინტერესო, არც აგრარული სექტორი და არაფერი. გითხარით როგორ გამოვიდეთ მდგომარეობიდან. ანუ შენ რამდენიც არ უნდა ელაპარაკო, არაფერს არ გთავაზობთ. ის რასაც ახლა გეუბნებით, თქვენ უნდა დაგეწყოთ 2012 წლიდან ჯერ კიდე ამის გაკეთება. პრინციპში ამას გვპირდებოდით. თქვენ დიოდრენ ამით კი, რომ მოდიონ ამას გვპირდებოდით, გავაძლიერებთ ჩვენ სოფელს, გავაძლიერებთ. იაფი ფული იქნება, ხო ეს იყო წარმოების პერიოდი. ხო, ნაცემა რო დაიხვიეს მერე ხელზე, იაფი ფული მაგას ნიშნავს, ვიცი რა, ის ამოჭრილი აქვს იმდა. მაგას ეუბნებოდა რომ იცი რა არის აგრარული ეს უნდა განვითარდეს, კვლევითი ცენტრები შეიქმნას, საგაკეთებელია. ტექნოლოგიები, ბევრ რაღაცას ამბობდა. აი იმის არ იყოს დღევანდელ სიტუაციაში, ხო, იმიტომ არა მართლა ხე მადიარის ის გამახსენდა, მაგრამ რეალურად უნდა თქვა, რაც ბიზნამ შექმნიდათ, ხო, ბევრი არაფერი. აი ის უნდა შეთავაზო ამ ხალხს და უთხრა, ამან ეს არ შეასრულა. და თქვენ ვისაც გეგონათ რომ ეს თურმე თავის ფულს ჩადებდა, არა, ბიუჯეტის ფულით უნდა გავაკეთოთ ეს თორე არც ერთი ბილიონერი თავისი ამ ფულს რო არ ჩადებს, ხო ვიცით. ხო, რომელს ჩაუდვია. ის არის არც არასდროს შეიძლება შექმნა ისეთი გარემო, რომ მას ბიზნესმენმა ჩათვალოს რომ ეხლა ჩადება მისთვის მომგებიანია და ჩაადებინო თუ კი დაინახა რომ გარანტირებულად თქვა ეს არის ინვესტიციები მოიზიდო ხო მოიზიდო ეს ინვესტიციები და ჩაადებინო ხო იმიტომ რომ ბანკებსთანაც ურთიერთობაშიც ბიჭო ახლა ბედა გიორგი ხმას ლაპარაკობდით რომ ვისვენებდით რომ ამ ბანკებთან ურთიერთობაც არ არის მარტივად ესე რაღაცა მოჭრა რაღაც შეიძლება სუჩ მართლა ღმერთმა უკრას და ჩამოანგრიო მაგრამ ის რომ მოსაწესრიგებელია რა თუნდა ამას ლაპარაკი და მთელ სოფლიოში ვიცით რომ ბანკი არის პირდაპირ პასუხისმგებელი ფასებზე და ფასწარმოქმნაზე აქ სამი თვე ლაპარაკი მით და ერთხელ ბანკი არ გახსენებია არავის კაცო ერთხელ აი უნდა მეთქვა ესა ჩვენი ცენტრალური ბანკი არავის არ დაუბარებია იმის რა არა და პირდაპირ კონსტიტუციით უწერია რომ ფასებზე სწორედ ბანკი აგებს პასუხს მეტი დანარჩენ კრედიტებზე ფასებზე ყველაფერზე მე გამოხვალდა ეს რომ აი TBC ბანკმა გამღლითა ბიჭო TBC ბანკმა კი არ გაგღლითა რა თქმა უნდა იმან თავისი მარჟა დაამატა კიდე იმას და გაგღლითა უარესი არა თუ არ გააკონტროლებ TBC ბანკს საქართველოს ბანკს ბუნებრივია ის გააკეთებს იმას რაც მის ინტერესებში შედის მაგრამ შენ იმიტომ ხარ სახელმწიფო რო აკონტროლო აბარა და ეს მარჟა თვითონ ამათაა ისა რა ქვია გიო დაწესებული საკრედიტო ესა რა ქვია მარჟები ხო რასაკვირველია, იმიტომ რომ კიდე გეუბნები, აქ ხო სინამდვილეში, აქ ის რო გქონდეს, რა ქვია, რომ აი ოლიგარქია, ჩვენთან ოლიგარქია უბრალოდ გადაიზარდა ეხლა და მიიღო კლასიკური ფორმა, იმიტომ რომ პირდაპირ გამოჩნდა 1 მილიარდელის, ასე ვთქვათ, ეს ხედვა და ეს მომენტი, თორე სინამდვილეში სუმებმული არისო, ბიზნესი რა მიშასწროს მებმული არისო ხელისუფლებას, აბარა ჯანდაბაშვებოდა. პირდაპირ ბიზნესმენი გიორგი ხსენებდა, დეპუტატობა რატო უნდათ ბიზნესმენებს? იმიტომ რომ თავი დაიცვას, თვითონ მივიდეს პოლიტიკაში და ამიტომ გახდა პრესტიჟული რომ პოლიტიკაში, თორე შენ გახსოვს პოლიტიკაში, კაცო, სად იყო ბიზნესმენი, თუძმახა რა უნდა და ბიზნესმენს პოლიტიკაში. ან ფული პოლიტიკაში არიდებოდა. მართლა შეგვეძლო არჩევნები ტარდებოდა ისე რომ ფული არ იხარჯებოდა და ფულადი იმით არ ყოფილა ეს მომენტი. მე შემოვიდა ეს ყველაფერი. მე რა მახსოვს იცი ზვიადროლ გახსოვს ბანი და კომპანი რო იყო ესა რა ქვია ფირმა რასაც და იმას უთხრა რომ პარლამენტში თუ შემოხვალდა გადაერიანის ხალხი პარლამენტში რა ჯანდაბა გვინდა ფული გვაქვს აკეთებელიო აი ეგრე უნდა იყოს ზუსტად ის კი არა რომ მილიარდერი თუ მილიონერი პარლამენტში შედის და ფიქტიურად უბრალოდ სხვას ნიშნავს თავისი კომპანიის დირექტორად და არის პარლამენტარი და ლობირებს თავის ბიზნესს ეს ხო ადამიანების უბრალოდ შეურაცხყოფა როცა შენ ამ კანონს იღებ და ადამიანს ეუბნები რომ არ არის კაცო ეს ფირმის მართველი არ არის დირექტორია სხვა დანიშნული კი არის ეს მფლობელი მაგრამ მართველი არ არის, იმიტომ რომ კანონი გრძალავს. შენ ახლა ნორმალური ხარ ტიპი პარლამენტში ზის, იცის რომ მფლობელია, მართველი არ არის, ვთქვათ, იცის რომ მფლობელია, პარლამენტში ზის და არ ლობირებს იმას, რასაც ფლობს.
თუ მიშვებულია და ესე ვთქვათ, თავის ნებაზე ის დირექტორი. გლობალური ბენეფიტს არიღებს წლის ბოლოს. ხო და მე რას ვამბობ, ეს ხო აბსურდი, ადამიანების შეურაცხყოფაა ფაქტიურად, რა რომ მილიონერია, ის პარლამენტ, რას აკეთებს პარლამენტში ის მილიონერი, რომელიც აქამდე, სხვათა შორის იმ შოთამას, აქამდე მე პოლიტიკაში არ ერთი წელია რაც შემოვედი პოლიტიკაში. და აქამდე თუ არ ყოფილხარ, ეხლა რატო შემოხვედი, მეგობარო? ესე იგი პოლიტიკურად არ გიმოქმედი ამ ქვეყანაში. მოქმედებდი ბიზნესის თვალსაზრისით. გაგეგრძელებინა ბიზნესის თვალსაზრისით მოღვაწეობა. ის ხალხი, ვინც პოლიტიკურად მოქმედებდა წლების განმავლობაში, პოლიტიკაში თავიდან ბოლომდე ჩართულია. ის ხალხი შეუშვით პარლამენტში ის ხალხი. რა უნდა მილიონერს პარლამენტში ამიხსენით? თუ შენ ბიზნეს არ ლობირებ. არა მარტო ბიზნესებს, ახლა დააკვირდი მე რასაც ვუყურებ, მთელი ეს პარლამენტარების არის ტენდერები, იმიტომ რომ ეს NGO-ები მე რო იკვლევენ იმის საკრებულოს თავმჯდომარის ძმა, მამა, ეს ტენდერი მოიგო 3 მილიონის, 4 მილიონის, 5 მილიონის. ანუ იმ დეპუტატმა მოიგო ეს იმისია და გაფორმებულია მამაზე, ბიძაშვილზე და რა თქმა უნდა, გიო, ეგრეა და ამიტომ ვამბობ, რა ეს არის ხალხის შეურაცხყოფა, როცა შენ კანონსაც იღებ, სადაც უბრალოდ ფორმალურად ის წერს, რომ ეხლა გოჩა არის ჩემი ფირმის დირექტორი, მე კი ვრჩები მფლობელად, მაგრამ მე პოლიტიკაში ვარ, აგერი. და ეხლა ეს კითხვა რო დაუსვა, რას გეტყვენ, იცი? სოფლიოში ეს არსად არ არის აკრძალული. ბიჭო, აკრძალულს თავი დაანებე. რამდენად ხარისხიანია იმის შემდეგ პარლამენტი, როცა პარლამენტში ხალხი ზის, რომელიც ლობირებს საკუთარ ინტერესებს. აი, რამდენად ხარისხიანია პარლამენტი. მაგრამ ადამიანებს რო კითხო, გეტყვიან, რომ უხარისხოა. მაგრამ იმ ხალხს რო კითხო, ვინც პარლამენტშია, გეტყვის, რომ როგორ არ არის ხარისხიანი, კაცო, ჩვენ ხო კარგად ვგრძნობ თავს. ამიტომ ვართ ასეთ დღეში ზუსტად, რომ ნორმალურ კითხვაზე ნორმალური პასუხი არ არის გაცემული. რაღაც აბდაუბდა პასუხებია და ნუ შენ ახლა როგორც გინდა ისე გაარკვია რა გიპასუხეს. აი ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა დღეს ქვეყანაში, როცა ჩვენ ურთიერთობაში, როცა შევდივართ ადამიანთან, არ შეგვიძლია იმის გათვლა, უკვე მისი მოქმედებიდან გამომდინარე, ვერ ვთვლით ზეგ და მაზეგ ის ადამიანი რამდენად გამოადგება ჩვენს ქვეყანას. აი ეს არის ყველაზე დიდი უბედურება და ვამბობთ, კარგი, აქ შეცდა კიდე ვაცადოთ, გავიდა 30 წელი, ვაცადოთ კაცო, ეხლა რატო აჩქარებთ? აი ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა ადამიანებში. ფრანგები რო ამოიდო ღლიაშიან ჩვენმა პრემიერმა შარშან ბოლო 8 თვეში 5 მთავრობა გადადგა საფრანგეთში. ანუ დაეწყო ფრანგებს იმის ნახილობა, აიცა ვაცალოთ ახლა ბაირუს მთავრობას და ვაცალოთ ახლა ემის მთავრობას და რა ვაცალოთ, როგორც კი მან კრიზისიდან გამოყვანის მექანიზმი ვერ დადო და ვერ ანახა. იმ წუთში ხო წადი ახლა ბატონო სახში გიბძან კარგად იყავ. კი ბატონო. გიორგი, შენთან მაგ ერთი თხოვნა და მე მგონი მაყურებლისთვისაც საინტერესო იქნება. იქნება მოიცალო შენ ერთ დღეს, როცა არ ვიცი ახლა შენ უფრო კარგად იცი, საფრანგეთში როგორ ხდება და ყველაზე დაბალი ფასები რო დააფიქსირო. ბაზრობა იქნება თუ თქვათ ყველაზე იაფიანი ლიდლი იქნება თუ ალდი, ყველაზე დაბალი ფასები დააფიქსირო, ნუ იგივე კალათაზე, რომელიც დღეს იყო დაფიქსირებული. კი ბატონო, ამასაც შემდეგ გადაცემაში გავაკეთოთ. კი ბატონო, ესეც იქნება ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ თუ ეს დაახლოებით 8 ლარამდე დავიდა, 8 ევრომდე, ნუ მაშინ საერთოდ ცუდად. ჩვენ ამ გადაცემებით ესე იგი ამ ხალხს აქ რო ვერ შევცვლით თუ იფიქრებენ და საფრანგეთში გავიქცეთ და კიდევ უფრო მეტი არ წამოვიდეს. არა, იქ არავინ არ გაიქცევა, მაგრამ რეალობას რეალურად დაინახავენ თუ რა ხდება. კი ბატონო, რეალობა უნდა ვანახოთ და ეცი რა არის, როცა ჩვენ გამბობთ, რომ გამოვლენ და ევროკავშირის ცუდია ესა ცუდია, ჩემზე უკეთესად ევროკავშირი ვინმე მიცის, მაგრამ ცუდს რატო ხედავ? კარგი წამოიღე იმ ევროკავშირიდან, იმიტომ შედი იქ, რომ კარგი წამოიღე, კაცო. ჩვენ ზუსტად ამას ვამბობ. კარგი 6 წუთი გადავაცილეთ უკვე ჩვენ. უკვე გვეჭხუბებიან, ნუ ეს თემა აქტუალურია, ხალხს აინტერესებს, ამიტომ დრო არ. მადლობა გიორგი. კეთილი, გიორგი, მადლობა რომ გვერთვები, მადლობა რომ რაღაცას აკეთებ საინტერესო სიუჟეტებსაც და როგორც დაგვირდი, ეხლა მომავალ გადაცემაში უკვე ახალ სიუჟეტს ველოდებით. ჩვენ კი გემშვიდობებით ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიომსმენელებო, სამივე შეგხვდებით ერთმანეთს მომავალ კვირას, ორშაბათს ვიქნებით თქვენთან ერთად 8:30-დან 10:30-მდე. კარგად ბრძანდებოდეთ.